ეთერშია საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია. FM 105.5. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მშვიდობა, წყალობა, გურთხევა, მადლი, უხვად გარდამოვიდეს თქვენზე და სრულიად საქართველოზე. ვაგზელებთ საუბრებს ნეტარებების შესახებ. დღეს ვისაუბრებთ ჩვენ მესამე ნეტარების ახსის მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს ნეტარიყვნენ მშვიდნი, რამე თუ მათ დაემკვიდრონ ქვეყანა. წმინდა მამების ამუნერიდების საფუძველზე შევეცდებით, რომ განვიხილოთ ეს თემა, თვითონ რას ნიშნავს ეს ზოგადად, ვინ არის მშვიდი ადამიანი, რას მშვიდიზეა კონკრეტულად საუბარი, არსებობს სხვადასხვა გვარი მოგეხსენებათ სიმშვიდე, სხვადასხვა პოზიცია თუ სულიერი მდგომარეობა ადამიანისა. აქ სწორედ ღვთივკურთხეულ სიმშვიდეზეა ლაპარაკი, როცა ადამიანი ყველანაირ განსაცდელს, რომელიც მოდის მის თავს, ცხოვრებისეულ პრობლემას მშვიდად და თვინიერად ღმერთში ღვთის ნებას მინდობილი აღასრულებს. აი ეს არის ძირითადი დღევანდელი თემის მნიშვნელობა. თუკი ზეციურ გვირგვინს, ესე იგი ვესწრაფი ჩვენ მოციქული ამბობს, რომ თუ არიცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს, ისე ირბოდეთ, რომ მიიღოთ ეს ჯილდო. რას ნიშნავს ეს სიტყვები? იმას, რომ ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ იმისაკენ, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს მშვიდი, თვინიერი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიმკვიდრებთ ქვეყანას. პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობითაც, იმიტომ რომ ქვეყანაში იგულისხმება ამ ქვეყნიურიც მშვიდი ადამიანები, როგორც წესი, ნაკლებად პრობლემიანებიც არიან თავის ცხოვრებაში და შესაბამისად ღმერთი ხელს უწყობს, რომ მშვიდად და ლაღად გაატარონ თავისი ამ ქვეყნიური ცხოვრება. მეორეს მხრივ ჩვენ ქვეყანაში უნდა მოვისმენთ ზეციური სასუფეველი, რომელსკენაც ადამიანი თავისი სიმშვიდის, ქრისტეს მიერ სიმშვიდეზეა საუბარი, ახერხებს და მოიპოვებს მას. ფიქრობ, ეს სიტყვა, რომელიც წმინდა მამებმა და მოციქულებმა შემოგთავაზეს, ღვთის სიტყვი გვასწავლის, ვინაიდან მეტად ადვილია ბოროტებისაკენ მიდრეკა, ვიდრე იგი სათნოებისაკენ. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ასეა ცხოვრება, აქედან გამომდინარე და ვინაიდან ასეთი სწრაფე მავნია და სანატრელია მისი საპირისპირო სიმშვიდე, დინჯი მოძრაობა და დაგვიანება, როგორც ცეცხლის ბუნებას ახასიათებს, მაღლა მოძრაობაო, წმინდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს ესეთ სიტყვას, მაგრამ უძრავია მისი საპირისპირო მიმართულებით, ასევეა სათნოებაც, ესე იგი, ღიაღმავალია და სწრაფი, არ ჩერდება და უძრავია საპირისპირო მიმართულებით და ვინაიდან ბუნება ბოროტს ესწრაფის, სანატრელია სიმშვიდე, რადგან იგია ზეცად ამაღლების მოწმე. ესე იგი, უკეთესი იქნება ჩვენთვის ხილული საქმეებით, ასე თქვათ, გამოვაჩინოთ ამ სიტყვათა ძალა, რომელსაც ბრძანებს წმინდა გრიგოლ ნოსელი. ყოველი ნება ჩვენ ვიცით, რომ აღიძრება იმის მიხედვით, რომელი გვეჩვენება ჩვენ უკეთესკანად მისკენ, ესე თქვათ, მივისწრაფით. სიწმინდისაკენ თუ არაწმინდებისაკენ, სიმართლისაკენ თუ სიცრუისაკენ. და რაც თქმულია კერძო ამ შემთხვევაში სათნოებებისა და ბიწიერების შესახებ, ყოველ საქმეში განიზოგადება ეს, რადგან ადამიანის ბუნება, ასე თქვათ, ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით იყოფა. ანუ ერთია სიმაღლე და სიდაბლე, ხო? შურა და მოწყალება, სიძულვილად და სიყვარულად და მშვიდობად და სწორედ აი ამ ჭიდილშია ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. და რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ცხოვრება ლაღად წარიმართოს სწორედ სათნოებები და აი ამ ჭიდილში მოხდეს გამარჯვება, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ადამიანი ღმერთში პოულობს ნუგეში. ადამიანთა ცხოვრებაში
სათნოებათა შესაძლო ზღვრად ჩვენ უნდა დავასახელოთ სწორედ ის სიმშვიდე სულიერი, რომელიც აძლევს ადამიანს აწონ-დაწუნის საშუალებას და არ იჩქაროს გადაწყვეტილების მიღების დროს. და ასეთი მშვიდი, twinieri დამოკიდებულება საკმარისია, როგორც ჩანს, ნეტარებისთვის, როგორც ბრძანებენ წმინდა მამები. კაცობრივი ბუნებისათვის ჩვენ ვიცით, რომ დამახასიათებელია ვნებები, ბუნებობა ზოგადად არ არის ადამიანის დაცემული ბუნებისთვის შესაფერისი, ყველა ადამიანი, მათ შორის წმინდანებიც, ებრძოდნენ თავის ვნებებს. ჩვენი ვნებებიდან გამომდინარე, ადამიანისთვის ყოველივე როდია მისაწვდომი, გულისხმობ ჩვენ სულიერი სიმაღლეები, ესე სურვილისაებ. არამედ ეს არის როგორც ერთი მხრივ ღვაწლი სულიერ ცხოვრებაში და გარჯა მარადიული სულიერი სათნოებების მოპოვებისთვის, მეორე მხრივ იმდენად იძლევა ღმერთი ამ სათნოებებს და ამ წყალობას, ანუ სულიერი ზრდის საფეხურებს, იმდენად რამდენადაც ადამიანის დატევა ამისი შეუძლია. ამიტომაც სიმშვიდესა და მყუდროებას გვიბრძანებს ნეტარება, სწორედ ამ კუთხით გვემართება ჩვენ უიმედობაც, სასოწარკვეთილებაც, იმიტომ რომ ადამიანი ხედავს თავის ნაკლოვანებებს. აღსარებებშიც ხშირად ამბობს ადამიანი აი ამ სულიერ მდგომარეობას და ზოგი იტანჯება ამითი, რომ ვნებებიანი არის, სულ მიუხედავად თავისი სურვილისა, ვთქვათ, თუ მოღვაწეობისა, ის მაინც ასე ვთქვათ, ვერ ახერხებს მთლიან გათავისუფლებას ამისაგან. აი ამიტომაც ამბობს უფალი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ გათავისუფლებული სრულად უნებელობისაგან, სწორედ ნეტარებაც იმიტომ უბოძა მშვიდ ადამიანს. ანუ ნახეთ, შეიძლება ჩვენ ყველაფერში სრულები არ ვიყოთ, მაგრამ შეიძლება ვიყოთ ძალიან მშვიდები, ხომ? ან შეიძლება ვიყოთ მოწყალენი, რომელზეც გვექნება შემდეგ ნეტარებაში საუბარი. ანუ უფალი ჩამოთვლის იმ სათნოებებს, რომლითაც ხდება, ესე ვთქვათ, საფეხურებრივად სათნოებებით ადამიანის სულიერი და ზნეობრივი, ასე ვთქვათ, ამაღლება. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ უფალი მას კი არ ასახელებს, ანუ ადამიანს დასაჯდელად, ვისაც რაიმე გულის თქმა ექნება, არამედ მას, ვინც გაურთხილებელია ვნებაში ჩავარდნის დროს. ვნებებისაკენ ტოლვა, ძმანო და დანო, არის ჩვენი აგებულებისა და უძლურების გამო. ხანდახან შეიძლება უნებურად შეგვემთხვეს რაიმე, მაგრამ არ უნდა წაგვიღოს ვნებამ. ხნეთ უნდა აუდგეთ წინ და კეთილი გულის სიტყვებით უნდა მოვიგერიოთ ის გულისხმები ნებისმიერი, რომელიც ადამიანს როგორც წესი მოდის. სწორედ ესაა სათნო საქმე, ანუ როცა ადამიანი მუშაობს, ებრძვის, იმიტომ რომ ვნება თუ აზრი ცოდვისმიერი ყველა ადამიანს მოსდის, მაგრამ გააჩნია ადამიანი როგორ უმკლავდება ამა თუ იმ ცოდვისმიერ აზრსა და ვნებას. იმიტომ რომ ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვინც სულის ვნებულ მოძრაობებს მშვიდი და წყნარი, ასე ვთქვათ, სიტყვით დახვდება და რომელთა ღვთისმოშიში გულის სიტყვი ძლიერი ასეთი შემართებით დაიჭერს, ესე იგი, თავის თავს აი ამ სულიერი უწესრიგობისაგან და გაიმარჯვებს ბოროტებაზე, ყოველ შემთხვევაში იმ კონკრეტულ მომენტში. როგორი სანატრელია ასევე სიმშვიდე და უბადრუკობით სავსეა მრისხანების ვნება, ამის შედარებასაც აკეთებენ წმინდა მამები, როდესაც სიტყვა ან საქმე ან სხვა რაიმე ღონე და ეჭვი აღძრავს აი ამ სენს, რაღაცნაირად აადუღებს სისხლს ადამიანში, ხომ? და სულს აღძრავს ბოროტებისაკენ, მაშინვე როგორც კი ვნებებით და შემართებით აღივსება ადამიანი. ჩვენ ვიცით, რომ ეს პრინციპი კბილი-კბილისა წილ და ზოგადად ბოროტების პასუხი
იყო წარმართული სამყაროსთვის დამახასიათებელი, რაზეც და ზოგადად ძველი აღთქმისეული ადამიანისთვის დამახასიათებელი და რაზეც აგვამაღლა უფალმა და სწორედ ნეტარებები აი ამ სიმაღლეებს გვთავაზობს ჩვენ. ასევე ნახეთ როგორი ხდება რაღაცა ჯიქური ადამიანი წმინდა მამები ასეთ ამბობენ რომ რაღაცა ძაღლის ვეფხვის მსგავსიაო გრიგოლ ნოსელი ამბობს ან სხვა რომელიმე მხეცის მსგავსიო უშვერი სავსე ხდება თავისი ბრისხანები თვალები უსისხლიანდებაო თმა აეჯაგრებაო ენაგესლიანი უხდებაო ხმამკაცრი ბაგები უშეშთება და ვერ გამოთქვამ სიტყვებსო აღძრული ნებისაგან პირი უშრება რაღაც ხმებთან ერთად დორბლს უშვებს პირიდანო და ასევეა მისი ხელებიც ფეხებიც და მთელი მისი სხეულის აღნაღობაო ყოველი ნაწილი ნების შესატყვისიაო. აი ესეთია აღწერა იმ ადამიანისა რომელიც ვარდება მრისხანებაში. ანუ წმინდა მამის სიტყვის თანახმად ადამიანი კარგავს თავის სახეს, ხატებას, ღვთისას და უბრალოდ მხეცს ემსგავსებაო და ადარებს კიდეც აი ამ მხეცებს წმინდა მამა. რა არის ამისი კურნალი? პირველ რიგში სიმშვიდე. ანუ ადამიანი რომელიც თავისი სიმშვიდით შეინარჩუნებს სწავლებას, სიმდაბლით, სიმშვიდით დედად აღიარებს წმინდა ეკლესიას, ხედავს თავის თავში აი ამ მოამრავ ნაკლოვანებებს და იმის ნუგეშად და სინანულით არის ახსავსე რომ რაიმე სახი და რაიმენაირად მოხდეს მისი შეწყალება ღვთისაგან. ევედრება ამას ყოვლა წმინდა ღვთისმშობელს, წმინდა მამებს რომ მისი ცხოვრება წარიმართოს მშვიდად, სიყვარულით ქრისტეში და მცნებების შესრულების ძალა მიცეს ღმერთმა. აი ესეთი თავმდაბალი მშვიდი და ამპარტავნებისაგან გამიჯნული ადამიანი მოიპოვებს სულიერ სიმშვიდეს და ნეტარებას, როგორც ბრძანებს უფალი. ანუ მრისხანების სათავე არის ამპარტავნება. ამპარტავანი სწორედ ფიქრობს, რომ მას ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და ეს ყველაფერი შეუძლია თან გააკეთოს ღვთის გარეშე. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის სიყალბე ტყუილი, რომელშიც აგდებს ადამიანს ბოროტი და შესაბამისად მისი სულიერი ცხოვრებაც დამარცხებული ამ სულიერ ბრძოლაში გამოდის როგორც წესი ამპარტავანი ადამიანი. და პირიქით, ვინც ყოველივე ამქვეყნიური მიანდო უფალს და განწმენდილი ასე თქვა სულიერი თვალით ხედავს თუ როგორი მძიმეა ზოგადად მისი სულიერი მდგომარეობა, დაცემულ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი, მაშინ რა თქმა უნდა სულიერი მდგომარეობა ნება რაღაცნაირად მიიდრკება ღვთისკენ, ღმერთიც მოხედავს ასეთ ადამიანს, ის მოიპოვებს სულიერ სიმშვიდეს. ადამიანებს შორის აი ამ ურთიერთობის კულტურას, ზოგადად ურთიერთობას ხომ ჩვენ პრობლემურ მდგომარეობად მივიჩნევთ, იმიტომ რომ დღეს ეს მკაფიოდად ჭანს, რომ ადამიანი უბრალოდ ვეღარ ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, სწორ შეფასების გაკეთებას, ურთიერთობაში მართალი პოზიციის გამოვლენას, იმიტომ რომ ყველა ფიქრობს, რომ თვითონ არის მართალი, ეკლესიის სწავლება გადადებულია გვერდზე, თვითონ ფიქრობს ადამიანი, რომ მისი შეხედულებების, რომელიც აქვს მაგს, კერძო აზრი შეუძლია თამამად გამოხატოს და გამოავლინოს თავის ცხოვრებაში და საჯაროთაც განაცხადოს როგორც ეკლესიის სწავლება და ეს სწავლება სულაც არ იყოს ეკლესიური. ჯერ ეს ერთი იმდენი პატივისცემა უნდა კონდეს, რომ მოვისმინოთ, უნდა ერთმანეთის პოზიციები და შემდეგ უნდა მოხდეს აი ამ პოზიციების საჯაროდ განხილვა და შემდეგ მისი გაჯერება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება სულიერი ქაოსი, რასთანაც ხშირად გვაქვს ხოლმე საქმე და ურთიერთდაპირისპირები. მისი უწმინდესობა თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ყურადღებას ამახვილებს სწორედ აი ამ
საუბრის მოსმენის კულტურაზე და ამბობს, რომ ყოველთვის უნდა მოვისმინოთ ყველას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ყველაფერი ისე უნდა შევასრულოთ, როგორც გვითხრეს, უნდა მოვისმინოთ, გავიაზროთ და შემდეგ უნდა გადავწყვიტოთ, მისაღებია თუ არა, რაც გვითხრეს და გავაკეთოთ ისე, როგორც ეს სწორად მიგვაჩნია სხვა ადამიანის მოსმენით, უფრო მეტ განსხვავებულ მოსაზრებას გავიგებ და ეს გვაძლევს აზრების შერჩევის საშუალებას. წმინდა მამებიც ამბობენ, რომ სიტყვა, რომელსაც ვამბობ ჩვენ, საერთოდ ზოგადად ეს არის ვერცხლი, ან ეგეც არ არის, ხოლო დუმილი არის ოქრო, ხომ? ანუ წმინდა მამებთან აგრეთვე მოვისმენთ, რომ დუმარება შეკრებს, სიტყვები კი განაბნევენ. მამები ასევე გვირჩევენ, რომ რაც არ ვიცით, საერთოდ იმაზე არ ვილაპარაკოთ, ნუ ამტკიცებთ იმას, რაშიც არ ვართ დაწმუნებულები, ხოლო რაც ვიცით, იმის შესახებ მოკლედ უნდა ვისაუბროთ. და სხვა მრავალი ესეთი სიტყვა მოიძებნება, როგორც ახალ აღთქმაში, ისე ძველ აღთქმის სიბრძნეებში. ერთ-ერთს გეტყვით, რომ სასწორ საზომი მიუჩინე შენ სიტყვებს და კარი საკეტი გაუკეთე შენს პირსო, ამბობს ზირაქი. თავად მაცხოვარმაც ვიცით გვიანდერძა, რომ ყოველი სიტყვა თქმული, რომელსაც იტყვიან კაცნი, მისცენ სიტყვა იმისთვის დღეს ამას სასჯელისასა, რამე თუ სიტყვითა შენთაგან განმალხდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო. ანუ აი ამ სიტყვას, რომელსაც ჩვენ წარმოვთქვავთ, იგივე ქმედებასაც, რომელსაც ვაკეთებ ჩვენ ღვთის წინაშე, ეკლესიის წინაშე, ხო? ის აუცილებლად უნდა იყოს გამართული მცნების თანხმა და უნდა იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჯარჯოებში წარმოდგენილი. სხვაგვარად ჩვენ ავწდებით იმ უდაო ჭეშმარიტებას, რასაც გვიბრძანებს ჩვენ ნეტარებები. ცნობილია საერთოდ, რომ ყველაფერი დიადი რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში, სულ დუმილით ესეთი მშვიდი მდგომარეობით მოიპოვება. გნებავთ აღმოჩენები, მეცნიერული თუ ისე სულიერი და რაც თავარია ყველაზე დიდი, რაც კი შეიძლება ადამიანმა აი ამ ფიქში მშვიდეში მოიპოვოს, ეს არის, რა თქმა უნდა, ლოცვა, შინაგანი სულიერი სიმშვიდე და მდგომარეობა. ესე იგი, მრავალ სიტყვიანობის შედეგად ჩვენ შეიძლება უაღრესად ბევრი ადამიანი დავაზიანოთ, მით უფრო მაშინ, როცა ეს ჩვენი სიტყვა არის ახსავსე რისხანებით, სავსე ტყუილით, ცფიერებით და რაც არღვევს ზოგადად ადამიანის როგორც შინაგან სამყაროს, ზოგადად სიმშვიდეს სულიერ ცხოვრებას, რაც ისეთი პრობლემა, რომელიც მხოლოდ თავმდაბლობის შედეგად გვარდება. ანუ როცა ადამიანი დაემორჩილება მთლიანად ეკლესიის სწავლებას და შეაჯერებს ჯერ ერთი ეკლესიის სწავლებასთან და შემდეგ თუ დაინახავს, რომ მისი სწავლება არ შეესაბამება ეკლესიის სწავლებას, მაშინ უნდა შეცვალოს, ესე ვთქვათ, შეხედულება, შეინანოს პირველ ყოვლისა ის, დაიმდაბლოს თავი და მშვიდ მდგომარეობაში განაგრძოს ღვაწლი. ჩვენ და სამარცხვინოდ ხდება ისე, რომ არა მარტო მანკიერი, არამედ სათნო ადამიანებიც ხშირად ვერ იქცევიან თავის სიმაღლით და დაცინვები ხდება და ერთგვარ ნორმათაც იქცა რაღაც თანამედროვე სამყაროში, ცუდად ზოგადად მოქცევა და დადებით ტონად არის წარმოჩენილი. მამები გვასწავლიან, რომ უსამართლო დაცინვის დროს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რა თქმა უნდა, დამამცირებელთ, მაგრამ ეს საკმაოდ რთული ამბავი გახლავთ. სწორედ აქ არის ჩვენთვის აი ეს მოთმინების მომენტი და სიმშვიდის მომენტი მეტად საჭირო, როგორ მოვახერხებთ ჩვენ აი ამ მცირე წამების კასკადიდან თავის დაღწევას მშვიდი მდგომარეობით. ავიტანოთ უნდა ეს, როგორც ეს გვასწავლა თვითმაცხოვარმა იესო ქრისტემ, ავიტანოთ უნდა ისე, როგორც გვასწავლა წმინდა მამებმა, იმიტომ რომ მთელი ეკლესიის ისტორია, წმინდათა ცხოვრებები ამის დასტური გახლავთ, რომ
უსამართლო იყო სამყარო ყოველთვის ეკლესიის მიმართ, ამ სოფლის მავანი და ძლიერნი ამ სოფლისა ყოველთვის ჩააგრავდნენ ეკლესიის შვილებს, ეს იყო როგორც მოწამეობრივი 8 წლის პირველ მოწამეების ისტორიაში და ეკლესიის პირველ საფეხურზე, ასევე სხვა ეპოქებშიც ამხსარებლური 8 წლებით, როცა გამოირჩეოდა ეკლესია და ყოველთვის იყო ის პრინციპში მიუღებელი ამ სოფლისაგან და სიყვარული კიდე ამ სოფლისა, როგორც წმინდა მოციქული ამბობს, მტრობა იყო უფლისა და აქედან გამომდინარე ადამიანი ქრისტიანი უნდა ხვდებოდეს, რომ მისი, ეკლესიის პოზიცია მიუღებელია ამ სოფლისათვის და რადგან მიუღებელია, უნდა იწოდეს, რომ მისი მხრიდან მოხდება მას ძლიერი ტალღა დარტყმისა, შეურაცხყოფისაც, ცინიზმისაც და უფრო მეტიც შეიძლება დააპატიმრონ კიდეც ასეთი ადამიანი და მოაკვდინონ კიდეც. ამისთვის უნდა იყოს ადამიანი მზად. სწორედ ამისკენაც მოგვიწოდებს ჩვენ დღევანდელი ნეტარება, ის არის თქვათ გასაღები აი ამ პრობლემისა, მიუხედავად დიდი განსაცდელისა, ადამიანმა არ უნდა დაკარგოს თავისი თავი, არ უნდა დაკარგოს ის სიმშვიდე, რომელიც ქრისტეს მიერია და ეს სიმშვიდე მას მოაპოვებინებს ქვეყანას, მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაო, მშვიდი ყოველთვის ახერხებს ღვთისწყალობით გამარჯვების მოპოვებას, მას ღმერთი აძლევს ამისი ძალას და ესეთი ადამიანები უფრო მეტად იმკვიდრებენ ადგილს, მიუხედავად ბრძოლისა, მიუხედავად შეურაცხყოფისა, ახერხებენ ამ ქვეყნიურადაც და შემდეგ უკვე მარადიულობის მოპოვებასაც. რა თქმა უნდა, მრისხანე მდგომარეობა, ასევე იცის ბილდსიტყვაობა, რაც არის ერთ-ერთი კიდევ უდიდესი მძიმე ცოდვა, ბილდსიტყვაობის დროს ადამიანი კიდევ უფრო მეტად კარგავს თავის სახეს და ეს უკვე არ არის, ასე ვთქვათ, უბრალოდ ამაოდ მეტყველება და ქარაფშუტობა, არამედ ეს არის უკვე ცოდვისკენ გადახრილი ნაბიჯი, იმიტომ რომ ბილდსიტყვაობას მრისხანებით წარმოთქმულს ცხადია, შემდეგ უკვე საპირისპირო მხრიდანაც ხშირად მოყვება ხოლმე საპასუხო ქმედებები და ეს საპასუხო ქმედება კი პოტენციურად იწვევს როგორც ჩხუბს, ასევე პოტენციური მკვლელობის ზეგი საწინდარით შეიძლება გახდეს, იმიტომ რომ აი ამ მრისხანების დროს რას ჩაიდენს, რას იმოქმედებს, რა მოხდება მას ხელთ, ან ერთი შეიარაღდება, ან რას ესვრის მოწინააღმდეგეს, ამითი შეიძლება დააზიანოს ან მოკლას კიდეც ადამიანი. ასე რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ძმანო და დანო წმინდა მამების სწავლების გათვალისწინება, წმინდა კლიმენტი ამბობს, რომ შეუფერებელ სიტყვებს არა მარტო ჩვენ უნდა მოვერიდოთ, არამედ მკაცრი მზერით შეწუხებული ემოციით შევაჩეროთ ის ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიანონ. და წმინდა იოანე ოქროფინის ბრძანებს, რომ არაფერი ისე არ შეურაცხყოფს ღმერთს, როგორც ბილდსიტყვაობა და არაფერი ისე არ უბღალავს ადამიანს სინდის, როგორც ბოროტის სიტყვების წარმოთქმა და მოსმენაო. დედა ეკლესიას აქვს, როგორც გითხარით, ამასთან ყველაფერთან თავისი პასუხი. ეკლესიის პასუხი არის, რომ ადამიანმა უნდა დაითმინოს ყველა შეურაცხყოფა, რომელიც პირად ცხოვრებას ეხება და ცხადია, როცა აგინებენ უკვე ფასეულობებს, ჩვენს ღირებულებებს, ეკლესიას, სამშობლოს და ოჯახს და ასე შემდეგ, ცხადია ამ შემთხვევაში ადამიანმა საპასუხო რეაგირებაც უნდა მოიმოქმედოს, თუმცა ეს რეაგირება ასევე უნდა იყოს სიმშვიდით გამოვლენილი, მიუხედავად იმისა, რომ მტერს შეიძლება დახვდე იარაღითაც კი და ეს სიყვარულის გამოვლინება და თავდადების გამოვლინება იქნება შენი სიწმინდის დაცვის კუთხით და არა მრისხანებით გამოვლენილი რაიმე ვნება და მანკიერება. ასე რომ არსებობს ქრისტესმიერი სიმშვიდე, არსებობს ასევე, როცა ადამიანი ვალდებულია უბრალოდ დაიცვას თავისი ოჯახი, თავისი სამშობლო, თავისი ეკლესია
და მაცხოვარიც ამის მაგალითებს გვაძლევს ჩვენ როგორც განსაკუთრებული სიმშვიდის მაგალითებისა, როცა თავად ასე ვთქვათ, დუმილით შეხვდა და სიმშვიდით შეხვდა იმ შეურაცხყოფას, ცილის წამებას, ლანძღვას, გვემას, ტანჯვას და სიკვდილს, ყველაფერს ამას შეხვდა სიმშვიდითა და ღვაწლით ჩვენთვისაც არის სწორედ ასეთი სათნო, რომ ჩვენც ასე შევხვდეთ. მაგრამ იყო სხვა დამოკიდებულებაც, როცა მაცხოვარი სათნო მრისხანებით შოლტით გამოაგდებს მოვაჭრეებს ტაძრიდან. ესეც მაგალითია ჩვენ ასე ვთქვათ, ცალხრივად არ უნდა გავიგოთ ხოლმე ესეთ ის სიტყვები, რომ აი ერთ ლოყას რომ შემოგარტყამენ, მეორეს უნდა შემოუბრუნოთ. ეს არის ერთი საფრთხეების სახეობა, როცა ადამიანი ასეთ სულიერ სიმაღლეზე იმყოფება. არის კიდე სხვა, რასაც გვასწავლის ასევე მაცხოვარი, როდესაც მას ადამიანს მაგალითად სცემენ, როგორც თვითონ მაცხოვარს გვემდნენ, რაისათვის მირტყამ მეო ეკითხება, ხომ? ანუ ჩვენ უნდა ვკითხოთ ამ ადამიანებს, რა არის მიზეზი იმისა, რომ გვეჩხუბებიან და შემდეგ უკვე თუ ამას მიიღებს ადამიანი, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ არა და საპასუხო, ანუ სიტყვის მიგებება, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი ნორმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და მესამე ფორმა იყო უფრო მრისხანედ გამოვლენილი, იგივე შოლტვით გამოვლენილი, ან ესეთი მკაცრი სიტყვებით, როგორიც იყო ორგულო, ნაშობნო იქედნეთანო, ხომ? როცა ფარისევლებს მიმართავს, გველნო, ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი შეიძლება იყოს ეს მრისხანების გამოვლენებას ქრისტეს მიერი, ოღონდ ესეც უნდა იყოს ცნების ფარგლებში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს შეურაცხყოფასა და ლანძღვა გინებაში სხვა ადამიანისა და მით უფრო მის ფიზიკურ შეხებაში, ხომ? რაც აგზალა მაცხოვარმა ესეთი ბნებიანი მრისხანება, რომელიც მაგალითად პეტრე მოციქულმა გამოავლინა, როცა მაცხოვარს აკავებდნენ ხო გეთსემანის ბაღში, იქ პეტრემ ამოიღო მახვილი და ერთ-ერთ მონას იქო ყური მოკვეთა და მაცხოვარმა იქვე განკურნა იმ მონის ყური, რა თქმა უნდა, და ასევე პეტრე მოციქულსაც უთხრა, რომ ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე დაეცემო. ეს მრისხანებაზეა ნათქვამი და არა ზოგადად ბრძოლაზე, ვიცით ჩვენ რომ სამშობლოსათვის და ეკლესიისთვის თავდადებული ჩვენ მეომრებიც გვყავდა და გვყავს და გვეყოლება და წმინდა მამები გვყავდა, წმინდა მეფეები გვყავდა, რომლებმაც თავი შეწირა სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის სწორედ ბრძოლის ველზე და დატყვევებული ტანჯვა წამებით აუტანიათ სიკვდილი. არაერთი სანიმუშო მაგალითი გვაქვს ჩვენ როგორც საქართველოს ისტორიაში, ასევე ეკლესიის ისტორიაშიც. ღმერთმა მოგცეს ეს ქრისტეს მიერი მშვიდობა, ღმერთმა მოგცეს იმის ძალა, რომ ყველა ჩვენ ცილის წამებას, სიცრუეს, ბრალდებას, შეურაცხყოფას, რომელიც ხდება ჩვენს მიმართ, ავიტანოთ ესეთი ღირსეული თავმდაბლობით, მოთმინებით, სიმშვიდით, სიყვარულით და თუ ამას მოვახერხებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიმკვიდრებთ ქვეყანას, იმიტომ რომ მაცხოვრის სიტყვები არასდროს არის ამაო, არამედ ყოველივე აღესრულება, როგორც მან თავად ბრძანა, ოღონდ ადამიანმა უნდა ისურვოს მისი შესრულება და ღმერთი აუცილებლად მას შეეწევა სათნო საქმის კეთებაში. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ღმერთმა წყალობა არ მოგვაკლოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, რაც თავარია ქრისტეს მიერ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს გულებში, ჩვენს სულებში და აი ესეთნაირად მოვახერხოთ ჩვენ ჯერ საკუთარ თავთან სიმშვიდის მოპოვება, საკუთარ თავში, შემდეგ მოყვასთან ურთიერთობაში და მტერთან ურთიერთობაშიც და ზოგადად ცხოვრებაში. დაგლოცო და გაგაძლიეროთ ღმერთმა. გესაუბრებოდა დეგანოზი კონსტანტინე ჯინჯარაც. მშვიდობა და წყალობა არ მოგაკლოთ.